1 მილიარდიანი საპრიზო ფონდი FIFA ახალ ტურნირს იწყებს. ფეხბურთში ახალი ერა იწყება FIFA-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ტურნირი ამერიკის შეერთებულ შტატებში 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ჩატარდება და მასში მსოფლიოს 6 ფედერაციის 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ცნობილია, რომ ევროპიდან 12 კლუბი ითამაშებს და მათ შორის არ იქნება ბარსელონა. ტურნირი იმ ფორმატით ჩატარდება, რომლითაც მუნდიალები 1998 წლიდან 2022 წლის ჩათვლით იმართებოდა. 32 გუნდი გადანაწილდება 8 ჯგუფში, თითოეულში 4 კლუბი. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში ითამაშებენ. ტურნირის გამარჯვებული კლუბი პრიზად 100 მილიონს მიიღებს. შედარებისთვის ბოლო სანაკრებო მუნდიალის საპრიზო ფონდი 440 მილიონი იყო და გამარჯვებულ არგენტინას 42 მილიონი შეხვდა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მუნდიალის მსგავსად 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. და კომენტარი გაამართლებს ეს ტურნირი და რომელი გუნდი იქნება გამარჯვებული.